დააკვირდით ამ კიდურს და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა ხდება აქ, რატომ ისახება ესე ვიზუალურად ამ კუნთების მოძრაობა და რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი. ეს ყველაფერი რაც პირველ ვიდეოზე ნახეთ იყო კანის ავტოლოგური ტრანსპლანტაციის შედეგი, მაგალითად მძიმე დაზიანებების ან დამწრობის შემთხვევაში ექიმები იყენებენ კანის გრაფტს ავტოლოგურს, ანუ მაგალითად ჩვენი ბარძაყიდან ან ზურგიდან აღებულს და ამ ავტოლოგურ გრაფტს შემდგომ უკეთებენ ინტეგრაციას უშუალოდ იმ დამწრობის ან დაზიანების ადგილას, რათა მოხდეს ამ დაზიანებული ადგილის დაფარვა. აი ამ ვიდეოში ნახავთ როგორ ხდება ამ სატრანსპლანტაციო ქსოვილის ავტოლოგურის, ანუ პაციენტისავე ქსოვილის ბარძაყის არიდან აღება. ეს ხელსაწყო არის დერმატომი, რომელიც იღებს ეპიდერმისისა და დერმის ზედა ნაწილს, როგორც შრეს და აი შეხედეთ. სწორედ ამ აღებული ქსოვილის გატარება ხდება შემდგომ სტერილურად სპეციალურ ხელსაწყოში, სადაც ამ ქსოვილს უკეთდება სპეციალური ფენესტრები, ანუ ფანჯრები. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს უფრო მეტი ფართობის დაფარვას და უკეთეს შეხორცებას. აი ესე გამოიყურება ის ფენესტრირებული კანის ტრანსპლანტი, რომელიც შემდგომ ნაკერებით ან სტეპლერით მიმაგრდება დაზიანების ადგილას, აი ხედავთ აგას ნაკერებს სქემატურად. ეს ფენესტრები კი უზრუნველყოფს იმას, რომ მაგალითად ანთებითი სითხე, რომელიც ამ შეხორცების შედეგად წარმოიქმნება, არ დაგროვდეს ჭრილობაში და გამოვიდეს, რაც შემდგომ შეხორცების პროცესებს რა თქმა უნდა აჩქარებს და უქმნის ასე ვთქვათ შესაბამის პირობებს, რომ ჭრილობა დაახლოებით 2 კვირის ვადაში უკვე შეხორცდეს.